გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და ჰადსანის მოყვარულ ადამიანებო. ტაქტიკური იარაღი მაქვს 12 კალიბრიანი, ჰადსანი FD 12. ჩვენი გამომწერისაა და ახლა რა გითხრათ, აი ესეთი ჭიდი უყენია, რაც მე არ მომწონს. ამიტომ უფრო ლამაზი რო იყოს და უყენებ პატარა მჭიც და მე გავაგრძელოთ საუბარი. ანუ იმაში მიდის 10 ტყვია, ამაში მიდის 5. ეხლა უფრო შესახედავად კაი გახდა რა. მოკლედ თურქები ჩვენ გაოცებასა და გაკვირვებას არ იშლიან და ქართველებს კიდე ესეთი რაღაცები გიყვარს. სადაც ავდივარ ხოლმე და ვისვრი იქ არ გამოვიდა, იმიტომ რომ დიდი თოვლი დევს და დამშალ ხევში და რაღაცაში ამოვედი და აქ იქამდე ვერ მივახციეთ. მოკლედ იარაღზე ვისაუბროთ. არის შესახედავად აი ესეთი. აი ეს ზემოდან რაღაცა რო უყენია, ვითომ მაყუჩი. მაყუჩი არ არის, ფასონად უყენია რა, უფრო მარკეტინგული სვლა არის, რომ აი რო შეხედავთ რაღაცა აი ესეთი მოწყობილობაა რა. იარაღის გადატენა ხდება აქედან, მაინც ეს მჭიდი ამოიღო. როგორც R15 აი აქედან იტენება იარაღი. ტელესკოპური კონდახი აქვს. საკიდარი აქვს უკან დიდი ღვედის გასაკეთებელი. აქ და აქ ჩოკები არ უკეთდება, ანუ ეს ანადირო თოფი არ არის. ეს არის თავდაცვისათვის ან თავდასხმისათვის, არ ვიცი. კაი, ამითი დრონი ჩამოაგდო ან რაღაცა თავს დაგესხას დრონი. ეგეც არ არის ცუდი ამისათვის. ეს მეპატრონის დაყენებულია ლაზერი, ეს მოყვა. არა, ესეც მეპატრონის დაყენებულია, აი სტარი. დანარჩენი თვითონ მოყვა. ეხლა ნახე ახლოდან. პიკატინის თამასა უყენია ზემოდან, რომელიც ეხსნება აი აქედან, უკანა დახორცებულია. გარშემო ქვემოდან უყენია ერთი პიკატინი, ესეც ეხსნება. აქედან უყენია მარცხნიდან. ესეც ეხსნება და აქაც შეგიძლიათ პიკატინი დააყენოთ. ანუ ლეგოსავით არის. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ის რაც მახარებს. ორივე მხრიდან აქვს ცველი. ანუ აი აქედანაც აქვს, ცერათითით ამკონტროლებს და საჩვენებელი თითიცაც შეგიძლიათ. ეხლა აქედან არის, მარჯვნიდან არის ამოსაღები ბერკეტი იმისი, რა ქვია, მჭიდის. მარცხნივ არ აქვს, ხო? მე სულ მაგის აზრზე ვარ ხოლმე შემამოცხონებულო, თუ აქედან უკეთებ, არემ აქედანაც გაუკეთე, მაგრამ არა უშავს. კიდე საკვირველი რაღაცა. Z საქართველოს კონტურებია ამოტვიფრული, მეპატრონის არ გაუკეთებია, წარმოიდგინეთ თვითონ თურქებმა გააკეთეს. ანუ ჰადსანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, რახან აქ ესეთი რაღაცა უკეთია. ქართული ბაზრისთვის არის ტრადიციულად. ხო, კიდე რა უნდა ვთქვა, ეს ჰადსანის ის არის, რა ქვია, ლოგო, აქეთ ამხარეს. ტრადიციულად, კაი კაუჩუკის ტარი აქვს, ანუ ეს ხელის მოსაკიდი კაი და უკანაც კაი დარეზინება აქვს. ეგ მაგრამ მომწონს. შესახედავ ხო, სამიზნეები. ასაწევი სამიზნეები აქვს, კაი ხარისხიანი რა. ეხლა რო თქო, რომ ფოლადისა და რამე არა, მაგრამ კაია რა. რო გახედავ შიგნიდან დიოპტრული სამიზნე აქვს უკან. ადვილად იკითხება რა, აი ეს წინ სამიზნე რაც არის, თხელი არ არის, ასე რომ გინდა თოვლზე ხო თავისთავად იკითხება, მაგრამ აი რომ გადმოვიტანე იქიდან, სადაც ნაცრისფერი და ყავისფერი კლდეებია, იქაც იკითხება. ანუ სამიზნეა კაი. მერე სამიზნე მოძრავ, შეგიძლიათ წინ მიწიოთ, უკან მოწიოთ, ან აი აქ შუაში რამე დაამონტაჟოთ ისეთი ოპტიკა, რასაც ქვია. მოდი ახლა, ხო, კიდე მოდი აბა ამას მე ჭიც ამოვიღებ. იარაღს ისე მოიყვარეთ როგორ დატენის სუყოვრისთვის რა. ყოველგვარი იმის გარეშე. მოდი აბა ახლა გავისვრი. სასყლეტი ნახეთ. სასყლეტი რკინისა და არის პირდაპირ ჩხირი რა. აი ესეთი.
სროლა აქვს როგორც სპორტული იარაღს. ანუ არანაირი მოხაჩვა უნდა. ოდნავ სადაც 1 კილო ნახევარი დაწოლა უნდა და ისვრის. ნუ მაგასაც მიჩვევა უნდა რა. და ძალიან უჩვეულო ფორმა. ქვემოდან აქვს აი ესეთი რაღაცა. ეს სუმთლიანად არის რკინის. რკინის რაღაცა შენადრობი ალუმინიუმით არის რაღაც ხელსო კიდევ ეგეთი შეგზება რჩება. მოკლედ ჩავდოთ 3 ტყვია და ვისროლოთ. აჰა. ვა, ეს 10-მიანი საქვია, მჭიდი კლავს ხოლმე რა. აი. 35 მეტრიდან ვისვრი. 32 გრამიანი კარტეჩია, აი ესეთი. კარტეჩი რა, ფინტიხი. ესე. უბრალოდ ეს არის შაკანი. 34 გრამიანი ფინტიხია. აი ესე. და 5 ნომერი არის 36 გრამიანი საფანტი. აი ესე. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ეს არ არის სანადირო თოფი. ეს არის ტაქტიკური იარაღი. სოლიზოს ყურები დაიცავით ყოველთვის რა. იმიტომ რომ ერთმა მომწერა ტიპი ნახე სამტყვიას ისვრისო და ყურებს იცავსო. მე მაგ ტიპს ვეტყვი რომ თვეში მიწევს ძალიან ბევრი სროლა. ასე რომ ჩემ ასახში ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ, თქვენ ასახში თუ კიდე ჯიელები ხართ. მოდი მივიდეთ. აგე დავამაგრე 35 მეტრში თოლში და ნახოთ აბა რას იზამს. ლაზერსაც ჩაუღთავ. მე პატრონებ ლაზერი გასწორებული მაქვს. დიოპტრული სამიზიდან ლაზერს დავინახავ. ხო, კი, ხედავ. ვა, აი რა მოხდა. შეხედეთ. წამოიღო და აღარ გადატანა. არ ვიცი ახლა იტალიური თოფი ალბათ ამას არ გააკეთებდა. ეხლა შაკანია შეტანილი. ჯაკანს ვესვრი. ეს რატო მოხდა არ ვიცი. მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით ფინდიხს თავიდან ჩავდე. ეხლა რაც მოხდა, მოდი იმაზე ვილაპარაკოთ. ამას აქვს სხვადასხვა ისინი რა ქვია. ვარიაციები რა შეიძლება მოხდარიყო. ხო, ჯერ მოდი ესე ვილაპარაკოთ. იარაღი მოჩასროლას ჭიდი მოხსენით, შიგნით ჩაიხედეთ რა ხდება. დარწმუნდით რომ არაფერი არ არის და მერე შეგიძლიათ უკვე იარაღი დაკეტოთ, დასხლტოთ, ძველზე აიყონოთ. და მერე თქვენ საქმეებს მიხედოთ. ესეთ შემთხვევაში შეიძლება რა იყო? ტყვია სითბოში იყო, სიცივეში მოხდა და რაღაცას მიეწება. ეგ შეიძლება. მოდი მე პატრონო შევეკითხები ახლა. ესეთი რა მოხდა რა? მე პატრონი ძახისო პირველად მოხდა ესეთი რაღაცაო. და ეგ მოხდა როცა ვისროლე ანუ ფინდიხი არის სროლა რა. აი ეს 36 გრამიანი 5-იანი ვისროლე ჯერ და მერე ეს არ გადმოაგდო.
არ ვიცი რა მოხდა. შეიძლება კიდე ეგეთი რაღაცაა, რომ სითბოში მანქანაში იდოესა, რა ქვია, იარაღი გათვა, გადმოვიტანე, მერე შიგ სიცივისთან ვილაპარაკე, რაღაცა მიეწება, ჭუჭყივით ან რაღაცა შეიძლება. ნუ თუ ეგეთი რამე არ მოხდა რა, წამოთან ვილაპარაკო და თან ისქნათ რა ქვია, სამიზნე ვნახოთ როგორ დააზიან. აჰა. დარტყმა რო თქვა რომ მაინცა და მაინც დიდი და რამე არ აქვს ეგეთი დარტყმა. მაგრამ აი გემრიელი ის იყო რა ქვია. აქ ცოტა ღრმა თოვლია, მაგრამ არ აღუშავს. აჰა. აი აქ მოხდა ჟაკანი, აი დაბლა. აი აქ. სხივისაც აჩვენებს. კარტეჩი მოხდა 1 2 3 4 5. თვითონ ეს როგორც მიაფანტა საფანტი. მე მომეწონა. ეხლა რო გითხრათ რომ მონადირის თვალსაზრისით ნებისმიერი მონადირე დამეთანხმება რომ ამით სანადიროთ არავინ არ დადის რა. ეს არის ტაქტიკური იარაღი. თვითონ წონაში იარაღი იქნება სადღაც 3 და 500, ოპრომძიმი არ იქნება ძალიან. მაგრამ არა თქვა რომ ის არის რა ქვია, სუბუქი და რაღაცა არ არის. მაგრამ რაღაცა კუნთაზა და რამე არ უნდა იყოთ. ჩემი ტანის ადამიანი ამას ჩვეულებრივ ატარებს, ჩვეულებრივ გამოიყენებს. ამ ეს აქ არ დავტოვოთ. თან ვილაპარაკოთ. აი. ჩამოდი. აი აქედან უფრო კარგად ჩანს. თვითონ როგორ დააზიანა რა. ნუ ხა ტურასა და რაღაცაზე ინადიროთ. უფრო გასართობი იარაღია, პროფესიული მონადირის არ არის. მაგრამ საერთოდ იარაღმა ჩემზე კაი საბიძილება დატოვა. ღირდა 1600 ლარი. სად იყიდება არ ვიცი. ეს უკვე თქვენზეა, მე მინდექით მონდექით გაიგებთ სად იყიდება, მე არ ვიცი. ნუ მეკითხებით ხოლმე ეგეთ რაღაცებს. თუ მეწოდინება პირდაპირ ვიტყვი. არც ერთი იარაღის მაღაზია ჩვენთან არათანამშრომლობს, თანამშრომლობს მარტო თქვენ. ჩვენი გამომწერები, ვისაც მოაქვთ იარაღი და გული შეგტკივოთ, რომ ქართული იარაღი განვითარდეს. კიდე რა უნდა მეთქვა, ეს სატენზე, აქედან შემიძლია გადავტენო და აქედანაც. ანუ ორი თითისაც შემიძლია, აქედანაც, აქედანაც, რაც კაი, ანუ აქ რომ მოწევთ, ეს იხსნება რა ორივე. და ადვილად გადასატენია. დანარჩენი აი შეხედეთ, აი ესეთი რაღაცაა. კაი, გამოსაყენებელი იარაღია. იყიდეთ, რამდენი ხანი იმუშავს და როგორ იმუშავს, არ ვიცი. მაგრამ ამ ეტაპზე ვისაც აქვს და ესეც ვინც იყიდის არ დაემბურება. კიდე ერთხელ ვთქვი, ძალიან მძიმე არ არის. 3 და 200 იყოს ყველაზე მეტი რა ტყუების გარეშე. ამითი გამოგემშვიდეთ, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.